კრიპტოვალუტის უმსხვილესმა ბირჟამ Binance-მა ევროკავშირში რეგისტრაცია ვერ გაიარა, შეგვიძლია ვთქვათ, და მან ფაქტობრივად საქმიანობა შეწყვიტა ევროპის ბაზარზე. ეს მოცემულობა მათთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მათ განცხადება ჰქონდათ შეტანილი საბერძნეთში, წესით მათთვის მნიშვნელობა არ უნდა ქონოდა, რომელ ქვეყანაში შეიტანდნენ, მაგრამ საბერძნეთში შეიტანეს და ვერ მოახერხეს დროულად თავისი ინფორმაციის ისე დამუშავება და ვერც მოახერხა მეორე მხარემ ტექნიკური დეტალების ზეგავლა, რომ Binance მოეხერხებინა საქმიანობის გაგრძელება. ეს ნამდვილად არ არის კრიპტოინდუსტრიისთვის კარგი ამბავი, იმიტომ რომ Binance ცნობილი კრიპტობირჟა შეიძლება არც კი მოაფიქრდეს მინიმუმ ევროპის ბაზარზე ადამიანს, თუმცა მოცემულობა არის ის, რაც არის. Binance-ში განაცხადეს, რომ ისინი არ დანებდებიან საფრანგეთში გადავლენ ახლა და იქ ცდიან ბედს, არ ვიცი რატომ შეიძლება რომ საფრანგეთში უფრო ეყვარებათ Binance-ი, მაგრამ გადაწყვეტილება ასეთია. მოცემულობაც ასეთია, რაც მთავარია, Binance-მა უკვე გააფრთხილა თავისი მომხმარებლები მთლიანად ევროკავშირის ბაზარზე, რომ საჩქაროდ დახურონ თავისი ანგარიშები, გაიტანონ თანხები, იმიტომ რომ ამ ბირჟის გამოყენებას ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ. მოცემულობა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, არის არასასიამოვნო, იმიტომ რომ ევროპაში, რომელსაც სურს, რომ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში და ზოგადად მსოფლიოში იყოს მათ შორის ფინანსური გადახდების კუთხითაც წამყვანი და ეთქმოდეს სიტყვა, როცა ასე ურთულებს კრიპტო კომპანიებს ბაზარზე დარჩენას, ხო? დიდხანს როგორ წაუვა საქმე, ამას აუცილებლად გვიჩვენებს დრო. მოცემულობა ასეთია, Binance ევროკავშირში ამჟამად ვეღარ ფუნქციონირებს, 1 ივლისიდან საერთოდ აღარავითარი წვდომა აღარ ექნება არც მას და არც ყველა სხვას, ვისაც არ აქვს გავლილი ოფიციალურად რეგისტრაცია, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ევროკავშირში ან რეგულაციებს შეამსუბუქებენ, ან Binance მოახერხებს მათ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსვლას.